ჩვენ სამზარეულოში შემოვიყუჟეთ, ფურნეში უფრო სწორად. ჩვენს უკან გადადგმული გვაქვს ახლა ქვის კეცები. მარინა და ნინო ერთმანეთს ეჯიბრებიან. ნინო აცხობს კეცის ხაჭაპურს, მარინა აცხობს ნამდვილ იმერულ თხელ ტაფის ხაჭაპურს. ნახე რა ამბავია, წამომყევი შეგახედო კეცზე რაფერი მზესავი ხაჭაპური აქვს ნინოს დაწოლილი. შეხედე რა მისილამაზია. უკვე ასდის ბოლი ნახე რა გამოცხეს ნახე რა იქნება. ნახე როგორი გაღუებული ნაკვერჩხალია ფურნეში. აქ ახლა ძალიან დიდი სიმყუდროვე და სიმშვიდია. კი. და განწყობა სხვანაირი. ხო, ნინო მაყურებელია. აქ ძალიან უხდება ეს ზუსტად ბუხარი და კეცის ხაჭაპური. და დღეს მე მგონი ზურა ამ ამბებიც ბევრი იქნება გასახსენებელი. აშენ გული რომ აგიჩუხდა. ხო, ეს აიცი ბახმაროს საკრიჭინა. ჩამოგიტანე. ვინც ბახმაროში ერთხელ მაინც ყოფილა, ეს ხმა არ შეიძლება რომ არ ახსოვდეს. რანაირი ხმა. საკრიჭინა. ჩვენი საკრიჭინა. ჩვენი ბავშვობის ყველაზე ჩვენი სათამაშო ამით ვერ ცნობოდით. ნახე, ამ თუ გაიქცეოდი, აგით დაბრუნდებოდა, დატრიალდებოდა ბურბალი. და აგით დატრიალდებოდა. ხო და კიდე აუცილებლად გემახსოვრებათ ხმა. საგორიალა კაჭკა ჩოგანლაფერა აკავანი. აკავანი აკავანი. საგორიალა კაჭკა ჩოგანლაფერა აკავანი. საერთოდ აქ რაც არის სამზარეულოს ისინი რა ქვიან, აი ხელსამ ყველა არის ბახმაროს წყალობა. ამას ზამთარში თლიან ზემოაჭარის სოფლებში და ზაფხულში ჩამოატარებენ ხოლმე ცხენით. და ისეთი არჩევანია ბევრი ყუთებში ჩალაგებული და საერთოდ აქ ყველაფერი ძალიან კაი, ბევრი საინტერესო ნივთია უგროვილი. ნახე როგორი ნიჩბები მაქვს ხის. ეს არის ღვინის ამოსარევები, ხო ზურა? არა. ისინი თოვლის ნიჩბებია. ამიდელამუშის თათარის ამოსავლები. ისინი ვარცლებია სომის მოსაზელი. რაფერი ფოცხი მაქვს ნახე? ნამდვილი. ხის. აღარ სოფელშიც აღარაა ახლა მისთანები. და საინტერესო ყველაფერს მისი ისტორია და ამბავი. რაფერი საწურები მაქვს ნახე? აგი ბათუმის ბაზარში მაქვს ნაყიდი მოსარეგვი. კი. ხო აქ თავისი მოსარეგვი. თავისი ქვა აქვს რომლითაც აგი შენია. ტორტი რომ მოაწვევი გახსოვს? კი. სათქაფუნა. ათქაფუნე ერთი კაცი. სათქაფუნა ასე რა? ახლა ვერამათ ქაფუნე. რატომ? ჯამები დაკავებული მაქვს. აი ესეთი ხმა მქონდა. ეს ხმა რო ისმოდა სამზარეულოდან. ესე იგი ტორტი ცხვებოდა. ხო და ეს კიდე თლად განსაკუთრებული ქვა. ეს იქნება 300 წლის მაინც. ამაში იჩეჩქებოდა ინდაურის საჭმელი, იკეპებოდა ფხალი, თუ რამე დასანახი იყო ვაშლი, წვენი იმის, რა ქვია, მსხლის, დეთმეზის მოსადუღებელი. იშვიათი ამბავი ქვის კეცი. სადღა გამთლელი ერთია დარჩენილი ერთი სიხარულიძე ჩოხატაურში. მეტი ქვის კეცის გამთლელი აღარავინ აღარაა. არ დაგავიწყოთ რომ გვიყუროთ, ჩვენთან ერთად ყოფნა კარგია, სასარგებლოა, სასიამოვნოა და ვფიქრობ რომ საჭიროც. ბევრი რამე შეგიძლიათ ჩვენთან ემოციები ამოკრიბოთ და გაიახლოთ თქვენი ემოციები. კაი სიტყვა შემომაშველა ნინო. აი მე ნათია. ტიბანიდან მოვდივარ, ტიბანიდან. მამაკა ზურა ნახე რა მოვიქნა. აგი ამას დიდი ინდაური აღარ ვიცი 15 კილოა ერთი არ ორი ეს არის 10 იტუ გოგო აი დასაკლავად სოდვა რამის იმის ხენი ვითა წამო თუ კიდე გადავი გურიაში წავიყვო და რამხელებია ნილო საიშონია მქონდა ეს კონდა ტიბანში არის ისეთი კაი გოგო სოფო წამოყვე ხა ტკბილი წამოვიდეთ ნახე ცხენია ისაყვალენო შენ ეს აფერმო დავყლათ რა მისილამაზია არ დავყლათ ვერი კაცო იყოს იარო სად ფაშოლანგი ვითა მიყევი რა ხენი ახალგაზრდები არიან წამომყვნენ აგერ და შემოვიყვანე მეიყვანე მოდით რა ზვიადი დასვი მოდი სოფო მოდი და რა კარგებია მოდი რა ნახე რა საყვალებია ახლა ცოტა ეზოს შეეგუებენ მოდი სოფო ვიხარ რა ხარ რა კარგობო ხარ შენი გაცნობა უნდა მე მოხუცი ხალი მეგონე რა ყავს ტიბანში რას აბრავლებ ყველაფერი ფინველები ყველაფერი რა იკითხე რა გინდა ყველაფერი გოჭი ცხვრები თხები ინდა ქათმები ყველაფერი ისველოს მოერთხა რა გაიგიანა ეხლა ზურა გუშინ ალაზანზე დახნეს ისა სახორბლე მიწები ენახები აქვს და იცი რა მაგარი ოჯახია აქვს
ნახე რა ვისი ლამაზია. რა კაია, გაგახაროთ მერთმა რა კაია. მართლა გაგიხარდება. რამდენი ყავს ინდაური? ბევრი რა ვიცი. ბევრი რას ქვია? 30-40. 30-40 ინდაური კი შეჭამს ერთნალიასივით. კი. თუ ხორბალს აჭმევთ, ხო? ხორბალის ფერიც, რა ვიცი. და გადასარები ისეთი ბადაგი წამოვიღეთ ზურა. ნახე 100 ლიტრას ვადუღებ 60 ლიტრამდეო. რა კაია, იქნება კაი სამაგიერო. რო სიტკბილი იყოს და ჩურჩხელა მასე ამოვლებული მასე გადაჭკურმე არ სკდება. ხო, ეგ ჩვეულებ ნაცნობი ამბავია. დედა და კარგია. საგეკავეთ ყველაფერს აქეთ რა უნდა უყოთ. არ გასწინდნენ. არ სად გაფრინდება? არა. საწავა. უკეთეს ადგილზე კაია ძალიან. მიხარია სოფო წარმატებას გისურვებ. კაი, ძალიან მადლობა. ახალგაზრდა ადამიანი რომ შრომობს, ნინო მომწერა წუხელის. კი. თქვენზე და ძალიან მიხარია. ტიბანი გაგიხადე, გაგიცანით. არ ვარ ტიბანში ნამყოფი. მოძანდით თუნდაც. ბადაკს როგორ აკეთებ? როგორ და იწურება ყურძენი და დადუღდეს კარგად, უნდა გამოგდეს. რომ მივიღოთ კარგი ფერი და ბადაგი ნახე კილებში 800-ი არის აი ასეთი გვექნება ჩვენი მაყურებლისთვის გვექნება აწი არბენიაში ჩვენი ბადაკი. ძალიან გახარებული. ძალიან მიხარია მეც. ჩემო ჩათვალე რომ ყველაზე აი დაურებ მოყოლება ჩვენ. კეცი. ყოლება თუ დაკლავ, თუ გაგემეტება და მე ვერ დავკლავ რა ვქნა. შენ თუ დაკლავ და არა, მაგი ეგეთ ეგ საქმე არ მეხერხება მე. მეც არ მინდა დავკლა არ შემიძლია. მაგრამ საცივი მიყვარს და რა ვქნა. ნახე სულ არ უცხოვრობე. ო, არ მოსწონთ დაკლავ. აბა რა გარდენიაში რატო? ო, გამო. ეს ძალიან დიდია. წამო შეაფტალა. ნახე რა კაი ცხვირპირია. ეს შარშანდელი მამალია რა? კი. ზურა საცივზე ხო იცი რა ხდება? ხო. სულ კითხულობ რომ ყოველ წელს რომ რომელი ჯობია საცივისთვის იმ მამალი თუ დედა? მამალი რა. მამალი. ძალიან ბევრი ხორცს. აბა რა გაავსებს ემალის ქვაბს გაავსებს ეს იმდენი კი ხორცი. და დედალი არის უფრო პატარა მაგრამ ნას და ნაზია ხორცი და ცხიმია ბევრი. კი ბატონო. აი ეს ასხაო. გურიის ქორწილებში დედლებს კი. ამიტომ ერთი მამალი და ერთი დედა. ერთი დედა კი ბატონო. ჩვენთვის გათენდა უკვე ახალი წელი. დიდი სამზადისი გვაქვს და მიხარია. დავიწყეთ უკვე ჩვენ სამზადისს. ბადაგის შესაძენად მოგძამდით ჩვენს კაფეშია. ინდაურები აჭუკჭუკდნენ. მე მგონი რომ ყველაფერი კარგადაა.